მშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტორ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე, რომელიც ყველაზე დიდი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში და რომელსაც თვალის ჩინივით გაფრთხილება სჭირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით იმის გახსენება, რომ ადამიანის სიცოცხლეზე ფასეული არაფერია. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში აღბეჭდილ შთაბეჭდილებებზე, დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა გაგახსენოთ. როგორ ვესალმებით ჩვენ ერთმანეთს? ჩვენ ვეუბნებით ერთმანეთს გამარჯობა. დიახ, გამარჯობა, გამარჯვებით იწყება. ჩვენი წინაპრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ომებში გატანჯული, ბრძოლებით დაღლილი ერისთვის მოეპოვებინა გამარჯობა. ამიტომ მისალმებისას ყველაზე სასურველი სიტყვა სწორედ გამარჯვება იყო. გაგიმარჯვდეს, ასე მიმართავდნენ ჩვენი წინაპრები ერთმანეთს და დღეს ჩვენ ვეუბნებით ერთმანეთს გამარჯობას. ანუ გამარჯობა არის ის სასურველი, რასაც დღესაც უზიარებთ თანამედროვე ქართველები ერთმანეთთან შეხვედრისას და ალბათ არავისთვის არის გასაკვირი, რომ მიუხედავად იმისა, რომელ ომსა და ბრძოლაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, გამარჯვება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ გავიხსენებთ, რამდენად დიდი იყო ტვირთი ქართველებისა იმ ომში, რომელსაც მეორე მსოფლიო ომი ჰქვია, როდესაც მოსახლეობაზე გადათვლით უზარმაზარი აღმოჩნდა, ყველაზე მაღალი აღმოჩნდა ქართველების წილი, მაშინ გასაგებია ის ტკივილი, რომელიც ჩვენ თაობიდან თაობაში მოყვება და განსაკუთრებულია ამ მოვლენების აღქმა მაშინ, როდესაც მედიკოსებზე ვსაუბრობ. მედიკოსებზე, რომლებიც ამ ისტორიის გაგრძელება, მედიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ამ ისტორიის ღირსეულ მემკვიდრეებს, მაგრამ მედიკოსები, რომლებმაც საკუთარი მხრებით ატარეს ომის ტვირთი და მედიკოსები, რომლებმაც არ დაივიწყეს საკუთარი პროფესია სწორედ საბრძოლო ვითარებაში. მათ შეძლეს ებრძოლათ სხვისი სიცოცხლისთვის, საკუთარი სიცოცხლისთვის და სხვა არჩევანი არც ჰქონიათ. მაგრამ ისტორია, რომელსაც ახლა მე თქვენ გაგახსენებთ, რა თქმა უნდა არის ჩვენი გადაცემის არქივიდან, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან ნიშანდობლივია, იმიტომ რომ დიახ, ჩვენ გაგიზიარებთ ერთ ისტორიას, გაგახსენებთ ერთ ისტორიას, მაგრამ ეს ისტორია განაზოგადებს მთელი თაობის თავგადასავალს და მთელი ჩვენი სამედიცინო დარგის უზარმაზარ ტკივილიან გამოცდილებას. მამასთან დაკავშირებით მე შემიძლია გავიხსენო ახლა რაღაც დეტალები, მას საერთოდ არ უყვარდა ამ თემაზე საუბარი. 19 წელს დაიბადა 1919 წელს ტყიბულში. 24 წელს მამისი შეეწირა რეპრესიებს. ამიტომ ფაქტობრივად 5 წლის ასაკში, 6 წლის ასაკში დაობლდა. და როგორც ხალხის დრის ოჯახის შვილი სკოლაში წარიღებდნენ. 22-ში დაიწყო ომი. დიახ. მაშინ წესი იყო ესეთი, რომ ტყიბულში იყო დაბადებული და აღრიცხვაზე ტყიბულში უნდა ყოფილიყო და გაიწვიეს ფრონტზე. ეს იყო გაზაფხული, მანამდე მუშაობდა იქ ექიმად და გაიწვიეს ფრონტზე და იყო ფრონტზე საველე ჰოსპიტალის ქირურგი. ეს არის ქერჩი თქვენ იცით რაც უზარმაზარი დანაკარგი ქართველების დია. უზარმაზარი დაახლოებით 9 1/3 დაიღუპა დარჩა ქერჩის მიწაზე. და არის შენარჩუნებულია ეს მე მგონი აჩვენეს ამ იმაში. კალენდარი, ჯიბის კალენდარი ქონდა, სისხლით იყო ეს დათხრილი. 14 მაისს დაიჭრა. დაიჭრა როგორ? ეხლა გამუდმებული დაბომბვა იყო და ოპერაციებს აკეთებდნენ პირდაპირ ფრონტის ხაზზე. 42 წლის 14 მაისში. 42 წლის მაისში. დიახ.
და დაბომბვა იყო განუწყვეტელი და ევაკუაცია გამოცხადდა, იმიტომ 15-ში უკვე გერმანელები შემოვიდნენ ყირიმში და უნდა გასულიყვნენ. და კეცბა იყო ესეთი ჰოსპიტალის თავარი ექიმი. უფროსი და იმას უთქვამს, რომ მე უხელმძღვანელებ ევაკუაციასო და ბოჭორიშვილი დარჩება აქო. და აი ამ დროს ხდება მასიური დაბომბვა და იჭრება და მოგლიც მარჯვენა ფერს. საინტერესო ფაქტია ერთი ფრაზა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგახსენოთ, რომელსაც თქვენ ყვებით ხოლმე, რომ ოპერაციას ატარებდა თვითონ, დაჭრილს უტარებდა ოპერაციას, როგორც ქირურგი იდგა თავის, ასე ვთქვათ, საოპერაციო სივრცეში, ანუ პაციენტის გვერდით და ამ დროს მოხდა აფეთქება და ამ დროს დაკარგა ფეხი. ამ დროს დაკარგა ფეხი და იმდენად მობილიზებული იყო და იმდენად სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიხვდა, რომ სისხლდენისგან დაიღუპებოდა და ამიტომ იქ საოპერაციო მედდა იყო და იმას უთხრა, სასწრაფოთო ძაფები მომინახეო და ქვით გადაგლიჯა გატეხილი ძვალი. და თვითონ აღმოუჩინა პირველად რეალურად საკუთარ პირველად დახმარება აღმოჩინა თავისთავად თვითონ გადაკვანძა ეს სიძარღვები. და მერე ჩააწვინეს იქ ღრმა ორმო იყო და აქ იქნებ რაღაცნაირად თუ გადარჩებოდა თუ არა და საფლავებით იყო. და მეორე დღეს ეს იყო ბოლო დღე 15 მაისი, როდესაც გაყავდათ რა ეს დაჭრილები და შემთხვევით მოესმათ ხმა ორმოდან და წამოიყვანეს დედმიწას. და სხვა შორის ეს აღწერილი ქონდა ვიღაცას და ამითი გახდა ეს მერე ცნობილი, თვითონ არ ყვებოდა ამ ამბებს. ჩემი თაობის ძალიან ბევრი ადამიანი გაიხსენებს, როგორ გვესაუბრებოდნენ ომის შესახებ ბებიები და ბაბუები. ბებიები და ბაბუები, რომლებიც ომის დროს ან ომის შემდეგ დაიბადნენ. და ძალიან ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ომის თაობა ვართ და თქვენ მსგავსი გამოცდილება არ გაქვთ და ნურც გექნებათ. მაგრამ სამწუხაროდ ისე განვითარდა მოვლენები, რომ ჩვენ გავაგრძელეთ ეს უსიამოვნო ტრადიცია და ჩვენც ომის თაობა ვართ. ჩვენი წინაპრებიც აღმოჩნდნენ ომის თაობა, ჩვენი შთამომავლებიც აღმოჩნდნენ ომის თაობა და მე უკვე გამიჭირდება ახლა ერთმანეთისგან გავმიჯნო თაობები, რომელია ომის და რომელი არა. ომმა ყველას თავისი გაკვეთილი მოგვიტანა და ომმა ყველას თავისი კვალი დაამჩნია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ცივილური საზოგადოების განვითარების ფონზე, როგორი იყო საომარ ვითარებაში მყოფი საქართველო. რამდენად მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის ის გამოცდილება, რომელიც ერთი მხრივ მივიღეთ და მეორე მხრივ გამოცდილება, რომელსაც დღემდე ვერ უმკლავდებით. ძალიან გვიჭირს ამისგან გათავისუფლება და განსაკუთრებით უჭირთ ამისგან გათავისუფლება ადამიანებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ამ პროცესებში მონაწილეობა. კარგი. ომი არის ცუდი. ომში არის სისხლის სიკვდილი, დაჭრილების ხმა. ცუდია ომი. მაგრამ ჯარისკაცმა ეგ იცის. თუ ომი გამოგივლია, ომს ვერასდროს დააღწევ თავს. რჩება მოგონებებში, თუნდაც სიზმრებში. როცა სულ მეგონა, რომ ომი დამთავრდა და აღარ ვღელავ ამ თემაზე და ასე შემდეგ, არა, ყოველთვის თვითმფრინავის გადაფრენასაც რეაქციები მაქვს.
1 წლის ვიყავი, როცა სახლის დატოვება მოგვიწია და ომი დაიწყო. მაგრამ საერთოდ არ არის საჭირო ომგამოვლილი იყო იმისთვის, რომ კვალი დატოვა შენ ცხოვრებაში ამ ამბავმა. მაქვს ჩემი პირადი დევნილობა. ამიტომ ტკივილი მეც ძალიან ბევრი მქონია. რომ დავფიქრდები, ერთი ეპიზოდი მახსენდება ხოლმე ჩემი ბავშვობის, ანუ იმ დღეს, როცა აფხაზეთიდან მოვდივართ, ეზოში ვიყავით და დედა ჩემი მეუბნება, რომ წავედით, მივდივართ. ჩემს ეზოში ეკიდა ტყემლის ხეზე საქანელა. და რატომღაც დედას დავუსხლტი ხელიდან იმ მომენტში და გავიქეცი და ფეხი ვკარი ამ საქანელას, რაც ძალი და ღონე მქონდა, რომ ეს იყო რაღაცა პროტესტი. ეხლა ვხვდები, რომ აი ამით უნდა გამომეხატა ის, რომ სანამ მე აქ ვარ და სანამ მე ვხედავ ამას, ამან უნდა იქანაოს. და მე ძალიან დიდხანს ვხედავდი, როგორ ქანაობდა ცარიელი საქანელა ეზოში. ჩემი ცხოვრება ქუთაისში დაიწყო სტუდენტობასთან ერთად, მაგრამ ის ბედნიერი წლები, როდესაც სოხუმში და სკოლაში სწავლობდი, დღესაც ბედნიერ მოგონებად დამრჩა და მე ვფიქრობ, რომ მე სოხუმი არ დამიკარგე, ეს სულ ჩემთან არის. მისი დაკარგვა არ შეიძლება. სოხუმთან ახლოს ცხოვრობდი, სულ ახლოს. მშვიდობის პერიოდში სოხუმი 64 იყო. აი აფხაზეთი იყო 64. ომი იყო იქ საშინელება, როგორ ხოცავდნენ ჩვენს ხალხს, რუსის თვითმფრინავი როგორ ბომბავდა 500 კილოიან ბომბებს როგორ ყრიდა ქალაქის თავზე ჩემი თვალით ვხედავ. აი სახლიდან ღამე ხედავდი სოხუმი როგორ იწვოდა. მე უკვე გითხარით, რატომ გვაქცია ისტორიამ ყველანი ომის თაობად და როგორ დაგვავიწყდა კონკრეტულად რომელ თაობას არ შეხებია ომი. მიუხედავად ამისა, ჩვენ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად ჩვენი გამოცდილებისა, მიუხედავად იმ განცდებისა, რომელიც არ ქრება ომის მიუხედავად, ჩვენ რამდენად შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენი თანადგომით, თანაგანცდით. და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დარგისთვის. ჩვენ ექიმები ვირჩევთ პროფესიას, როდესაც ვაკეთებთ არჩევანს. რას ვირჩევთ? სიცოცხლეს თუ სიკვდილს? რომელ მხარეს ვდგებით? ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს. დიახ, სწორედ სიცოცხლის სადარაჯოზე არიან ექიმები. სწორედ სიცოცხლისთვის იბრძვიან ისინი ყოველდღიურად და სწორედ სიცოცხლის გადასარჩენად მიდიან ომშიც. მაგრამ ზოგჯერ ომი მოდის ჩვენთან და ასეთ შემთხვევაში უნებურად ექიმი არაუბრალოდ ექიმია, არამედ ჯარისკაცად იქცევა, თავისი ქვეყნის ჯარისკაცად, რომელსაც ტკივა თავისი ქვეყანას და ტკივა თითოეული მოქალაქე, რომელიც მას პაციენტის დაჭრილი, განადგურებული, დასახიჩრებული მიაკითხავს. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვუსმენთ მათ, ჩვენ არაუბრალოდ ქვეყნის ისტორიას ვიხსენებთ, არა კონკრეტულ თარიღებს ვიხსენებთ, მაგალითად ომისა, რომელიც ჩვენთვის არ დასრულდა, არც მეორე მსოფლიო ომით, ან რომელიმე სხვა ომით, რომელიც 2008 წელს კარზე მოგვადგა და რომელმაც არაერთი მედიკოსის სიცოცხლე შეიწირა. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც ჩვენ ჯარისკაცი ექიმები გვყავს. ექიმები, რომლებმაც სიცოცხლისთვის იბრძოლეს ფრონტზეც და ფრონტის გარეშეც. ცხადია, საქმე ეხება რამდენიმე წლის წინანდელ ამბებს. საკმაოდ რო გავიდა მას შემდეგ და ცხადია დღევანდელ ცხოვრებაში ახლა ყოველდღიურად ამაზე არც ვფიქრობ, არც ის განცდა მომხება ბოლომდე, მაგრამ როგორც კი დგება მომენტი, თუნდაც ყოველი წლის აგვისტო, რომელიც მახსენებს იმ მოვლენებს, ჩემში იწვევს უამრავ ემოციას და ცხადია მახსენდება ის, როცა უშუალოდ მომაწილეობდი ამ დრამატულ მოვლენებში. ბუნებრივია, მშვიდობიან ამბების დროს ექიმის მუშაობა არის სხვა კატეგორიის მოვლენა, ხოლო ომის დროს სრულიად სხვა. წარმოიდგინეთ, რომ ერთი დღის განმავლობაში იღებ 400 დაჭრილს. ეს შრომის და ფიზიკური დატვირთვის გარდა, რა თქმა უნდა, არის მთავარი ემოცია, რომელსაც
იმ დროს გადიცდი. ხედავ რომ შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი ადამიანების ვაჟკაცების შემოდიან და ზოგი მათგანი უკვე დაღუპულია, ზოგი კი სიკვდილს ებრძვის და შენ უნდა გადაარჩინო ის. ერთ-ერთი უმძაფრესი მომენტი იყო აი ეს ეტაპი, როდესაც ფეხმძიმე მეგონა მივიღეთ, თუმცა ეს იყო ერთ-ერთი, ასე ვიტყვი, ძალიან ბევრი მძიმე კადრი ვნახეთ, ჩვენ ძალიან ბევრი დაკარგული სიცოცხლე, ძალიან ბევრი ტრავმირებული ადამიანი. ვხედავდით ერთმანეთის პატარა და დიდ ტრაგედიებს, თანამშრომლებს. ნუ ვიღაც უფრო უძლებდა ამ ყველაფერს, ვიღაც ძალიან გაჭირვებით, ვიღაც ცუდად ხდებოდა თვითონ, ვიღაც შულზე დარდობდა, მეუღლეზე დარდობდა. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი. დაღლას ვერ გძნობდით. თავარია ჩემი პირველი იყო რომ სიცოცხლე გადაგვერჩინა, დავხმარებოდით ჩვენს მეომრებს, ჩვენს დამცველებს. ანუ არ ქონდათ იმის განცდა, რომ საკუთარი, ვთქვათ, ანდაღლილობა ან დისკომფორტი. მაგაზე არ ფიქრობ. არავინ ფიქრობდა ამაზე. ამაზე არ ფიქრობდა. და როგორც ეგ თანს რაღაც განსაკუთრებული სირთულე გქონდათ იმ პირობებში? იცით რა, იმდენად გუნდური იყო მუშაობა, ერთმანეთს ყველა გვერდში უდგა, რომ ესეთი სირთულე რაღაც გეგრძნო, მარტო იყავი იმ მომენტში არ იყო ეგეთი. თქვენ იცოდით, რომ თქვენი მეუღლე იქვე ახლოს იბრძოდა? კი, ვიცოდი. მაგრამ არ იცოდით არ ვიცოდი სად იმყოფებოდა იმ მომენტში. ცოცხალი იყო, არ იყო, ეს არაფერი იცოდით. ბავშვები მყავდა ნათესავთან დატოვებული, რომ დაიბომბა გორში სატანკო ნაწილი, ახლოს იმყოფებოდნენ იმ სატანკო ნაწილთან. ბავშვებიც. ნათესავმა წაიყვანა თბილისში და კარგი 1-2 საათის მანძილზე ვერ ვიკებდი სად იყვნენ და ანუ შვილებიც დაგეკარგათ. შვილებიც დამეკარგა. მაგრამ თქვენი აგრძელებდით მუშაობას. კი, აგრძელებდი მუშაობას. ანთელმა მაშინდელმა ჩვენ გუნდმა ყველამ გავიარეთ ეს გარდასახვა, იმიტომ ერთია როდესაც მუშაობ მშვიდობიან პერიოდში კი ქირურგის პროფესია და ზოგადად ექიმის პროფესია იმდენად რთულია და იმდენად პასუხისმგებლიანია, ყოველთვის არის იქ კრიტიკული სიტუაციები, მაგრამ სულ სხვა, როდესაც ომია, როდესაც მოდის უამრავი დაჭრილი ადამიანი, როდესაც უამრავი სისხლია. იცით, ომის დროს ყოველთვის ისეთი დაძაბული ხარ, არასოდეს ხელი არ ყოფნის, განსაკუთრებით ქირურგს, არის უამრავი დაჭრილი, ხო ყველას მიხედვა უნდა. რამდენიც არ უნდა იყოს ექიმი და თუნდაც პერსონალი, ხო მაინც ნამდვილად არ არის საკმარისი და ყოველთვის გჭირდება მეტი. და ამ დროს გრძნობ ზუსტად აი შენი გვერდზე მდგომი კოლეგებისა და მეგობრების დახმარებას. მე მახსოვს, ძალიან კარგად მახსოვს, არა ქირურგები, ჩვეულებრივი ექიმები, თერაპევტები, როგორ გვიდგნენ გვერდში, როგორ გვეხმარებოდნენ, არა ჩვეულებრივად ამუშავებდნენ ჭრილობებს. აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს შენი გვერდზე მდგომი ადამიანების დახმარებას. ერთია, როდესაც ვიცით გამოცხადებული ომის შესახებ და მეორეა, როდესაც ცხოვრება გვექცევა ომად. როდესაც ცხოვრება ჩვენი არის ბრძოლების ერთობლიობა და იმისათვის, რომ საბოლოოდ ომი მოვიგოთ, ყოველდღიურად გვჭირდება ბრძოლაში გამარჯვება. და ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ახსოვდეს, რა არის ჩვენი როლი. რაში მდგომარეობს ჩვენი მხარდაჭერა, ვის სჭირდება ეს მხარდაჭერა და რამდენად ვცვლით ერთმანეთის ცხოვრებას ჩვენი მხარდაჭერით. შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს. შეზღუდული შესაძლებლობები აქვს ადამიანებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ საზოგადოება იქნება საკმარისად მწიფე, საკმარისად მზად თანაგრძნობისათვის, თანადგომისათვის, მხარდაჭერისათვის, მაშინ შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ადამიანების უნარები შეუზღუდავია. ჩვენ ამას წლების მანძილზე ვამტკიცებთ. ჩვენი გადაცემის მრავალწლიანი ისტორია სხვა არაფერია თუ არა, სწორედ ამ ფაქტის დასტური და თქვენ გახსენდებათ ალბათ არაერთი კონკრეტული ისტორია, როდესაც ადამიანებმა შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების, ფაქტობრივი შესაძლებლობების მიუხედავად საკუთარი უნარებით დაეძლიათ წარმოდგენა დამკვიდრებული სტერეოტიპი საზოგადოებაში. და გაგახსენებთ ქრისტიშანავას სიუჟეტების ისტორიას, რომელთა გმირები არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ დიახ, ადამიანს შეუძლია შეუძლებელი.
მაგრამ ამისთვის მას სჭირდება სხვა ადამიანების მხარდაჭერა, რადგან ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. დღეს ნუკა გვიჭიანი არის უძლიერესი ადამიანი. შეიძლება ვიღაცამ ჩამითვალოს, რომ მე ჩემ თავს ვაქებ, მაგრამ მართლა უძლიერესი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ მე გადავლახე 9-მთა და 9 ზღვა. ისე ჩამოვედი თბილისში. არ ვიცოდი არაფერი თბილისის საერთოდ და ისე მივაღწიე ყველაფერს დამოუკიდებლად, რომ გვერდით არავინ არ ყოლია აბსოლუტურად. მე ვარ ნუკა გვიჭიანი, ლენტეხის რაიონიდან, სოფელ ხელედიდან და ამჟამად ცხოვრობ თბილისში. დიაგნოზი მაქვს ცერებრალური დამბლა. მე ვარ ქეთი ბიჭიკაშვილი, ცხოვრობ თბილისში 27 წლის. დიაგნოზით ზურგის ტვინის სიმსივნე. მე 12 კლასში ვიყავი, როცა ტერფში დავკარგე მგრძნობელობა, ანუ ფეხსაცმლის ფაქტურას ვეღარ ვგრძნობდი, როდესაც ვიცვამდი. ამ ყველაფერმა მოგცა მიზეზი, რომ მიგვემართა ექიმისთვის. იმ წუთას ყველანი დაბნეულები ვიყავით, შეშინებულები. დავიწყეთ გამოსავალზე ფიქრი. მზად ყოფნა აღმომაჩნდა აი ამ დაავადებისთვის. არ მქონია იმის განცდა, რომ ხვალზე გმე სიკვდილი მელოდა ან რაღაცა გადაუჭრელ პრობლემასთან მქონდა საქმე. ვფიქრობდი ესე, რომ ვიღაცამ დაიწყო ჩემი ამბის წერა, მაგრამ განვრცობა, თხრობა და დასასრული ჩემ ხელში იყო. 11 წლის ვიყავი, ტრამვაი რომ მივიღე, ხიდან ჩამოვარდი და ეს იყო ჩემთვის ძალიან დამთქმული, აი დეპრესიაც მქონდა, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობდი. სკოლაში არ დავდიოდი, პირველი 3 წელი ეტლი არ მქონდა. აქედან გამომდინარე ვერ ვახერხებდი სიარულს. მე ჩავიკეტე სახლში, არ გამოვდიოდი გარეთ. კომპლექსებიდან გამომდინარე ვიქცეოდი ეგრე. იმ დროისთვისაც ძალიან ცუდი დრო იყო, 25 წლის უკან. მე უკვე გითხარით, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის გამარჯვება. გამარჯვების შესახებ შეუძლია პატარამაც გითხრას მცირე ასაკში, როგორ ახარებს ნებისმიერი შექება მოპოვებული წარმატების შემდეგ. რამდენად მნიშვნელოვანია გამარჯვება სკოლაში, გამარჯვება ინსტიტუტში, გამარჯვება ცხოვრებაში, სიყვარულში და მრავალ სხვა ასპარეზზე, რომელიც ადამიანს თავის ყოველდღიურობად მიაჩნია. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამარჯვება მაშინ, როდესაც ადამიანი თავისი ფიზიკური, მენტალური, სოციალური კეთილდღეობით აღწევს იმ წერტილს, საიდანაც ყველაფერი სრულიად განსხვავებულად ჩანს. ეს განცდა განსაკუთრებით მძაფრია მაშინ, როდესაც დიაგნოზი ჩვენში განსაკუთრებულ შიშს აღძრავს. დიახ, ონკოლოგიური პაციენტებისთვის თავად მიმღებლობა დიაგნოზისა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი. შემდეგ დგება ბრძოლათა მარათონი, რომლის დაძლევის, გადალახვის შემდეგ ადამიანს შეუძლია თქვას მე გავიმარჯვე, მე დავამარცხე კიბო. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც გამარჯვებული ადამიანები, კიბო დამარცხებული ადამიანები საჯაროდ ყვებიან საკუთარ ისტორიას, ისინი არაუბრალოდ საკუთარ თავს უმტკიცებენ, რა გააკეთეს, რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ცხოვრებაში, არამედ სხვებსაც აჩვენებენ მაგალითს. კიდევ უფრო მეც გეტყვით, ჩვენმა გამოცდილებამ და მრავალწლიანმა გამოცდილებამ ამ რუბრიკის არსებობამ დაადასტურა, რომ ასეთი მაგალითები გადამდებია. გადამდებია თავისი საუკეთესო გამოცდილებით, როდესაც ასეთი მაგალითები ამხნევებს ადამიანებს, როდესაც მსგავსი მაგალითები აძლიერებს, ანიჭებს მოტივაციას, ანიჭებს მომავლის იმედს და ასეთ შემთხვევაში შეიძლება სწორედ მაგალითების ერთობლიობა გახდეს ის მთავარი მამოძრავებელი, რომელიც სხვა ადამიანს, თუნდაც შეშინებულ საკუთარი დიაგნოზით, თუნდაც დამფრთხალს მკურნალობის სხვადასხვა რთული ეტაპით, ზოგჯერ წარუმატებლობით, ზოგჯერ მარცხით, მაინც ათქმევინებს. მე დავამარცხე კიბო. ელენე პაპიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტების გმირები
ჩვენს გალერეაში თავს იყრიან ხოლმე პერიოდულად, კიდევ ერთხელ რომ გითხრან, დიახ, ადამიანს შეუძლია გადალახოს ისიც კი, რასაც ხშირ შემთხვევაში გადაულახავ ბარიერად აღვიქვამთ და ასეთ შემთხვევაში უკვე არავის უკვირს მათ მიერ ნათქვამი ხმამაღლა თამამად ნათქვამი ფრაზა მე დავამარცხე კიბო. ძალიან შემეცადა და გავხდი და დავგუგლე. ნახე რომ სიმშილე არ დამეწე. ეს არ არის განაჩენი. იცით, აი ესეთი ისიც არსებობს ადამიანებში, რომ ვაიმე რომ მივიდე სკრინინგში რაღაც აღმომაჩნდეს. ჯობია აღმოგვაჩნდეს დროულად და თავიდან დაწყების სტადიაში ეტაპზე, ვიდრე შემდეგ იყოს გვიან. ჩემ შემთხვევაში სწორედაც იმან მიშველა, რომ ძალიან საწყის ეტაპზე აღმოვაჩინე და რას ვურჩევ, ბუნებრივია ვურჩევ იმას, რომ აუცილებლად დროულად მივიდნენ და ჩაიტარონ სკრინინგ ცენტრში ყველანაირი საჭირო კვლევები და ასაკობრივი კვლევები იქიდან გამომდინარე, რომ საწყის ეტაპზე ეს მართლა განაჩენი არ არის და მართლა ჩვეულებრივად განკურნებადი დიაგნოზია. ქოსტობიაში ყველას ეშინია, რომ მივიდე და რამე აღმომაჩნდეს, ბევრი ასეთი პასუხი გამიგია, რომ ვთხოვობ, რომ აი იქნებ მიხვიდე. არ მცალია რომ რამე აღმოაჩნდეს ახლა ესეც ხო ძალიან საოცარი პასუხია. პირიქით რომ მიხვალ და გაიგებ რომ არაფერი არ გჭირს, მთელი წელი ხარ ლაღად და თავისუფლად რომ არაფერი არ გჭირს და ერთი წლის შემდეგ 1 საათის გამონახვა, წელიწადში 1 საათი ხო შეიძლება გამონახო საკუთარი თავისთვის და მე ხარ ძალიან თავისუფალი და ლაღი რომ არაფერი არ გჭირს. როდესაც ერთ-ერთი თეორიის ავტორმა თქვა, რომ ადამიანის არსებობა სხვა არაფერია თუ არა ბრძოლა გადარჩენისათვის, სიმართლე გითხრათ, მე ყოველთვის მეჩვენებოდა და დღესაც ასე ვთვლი, რომ აკნინებს ადამიანის თავარ მისწრაფებებს. დიახ, ადამიანი გაცილებით მეტია ვიდრე სხეული, გაცილებით აღმატებულია ვიდრე უბრალოდ ის ბიოლოგიური სუბსტრატი, რომელსაც ჩვენ ყველანი ვხედავთ ერთმანეთში და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი. გვახსოვდეს, რომ ადამიანები ვიბრძვით. დიახ, ვიბრძვით იარაღით, იარაღის გარეშე. ვიბრძვით ყოველდღიურად და ვიბრძვით მთელი ისტორიის მანძილზე. ვიბრძვით გათითოკაცებულები და ვიბრძვით ყველანი ერთად. მაგრამ თავარი რისთვისაც ადამიანი იბრძვის, რასაც ემსახურება მისი ნებისმიერი ნაბიჯი. ეს არის სწრაფვა გამარჯვებისკენ და იმის განცდა, რომ დიახ, მე შემიძლია თქვენ გისურვოთ გამარჯვება. მე შემიძლია თამამად გითხრათ გამარჯვება, იმიტომ რომ ეს ჩემი ისტორიული მეხსიერების ნაწილია. ეს ჩემი წინაპრების ნატრა და ეს არის დღევანდელი და მომავალი თაობის საქართველოს ნატრა. გამარჯვება, რასაც გისურვებთ. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ. ნახვამდის.